მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰან ხაჩატურიანი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგანგებოდო სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარბაშიძე დახვდნენ. მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰან ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაბელაშვილი მასპინძლობს ვიზიტის ფარგლებში ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც რომ ვკითხო ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ. მიზეზი მარტივია. როდესაც საკუთარი პოზიციებით სრულ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება. ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. მისივე თქმით მართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი ევროპა არ არსებობს. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1543 ხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32 კონსოლიდირებული ანგარიში კონფლიქტის საქართველოში. ხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით გენერალური მდივნის 32 ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ასახავს 2025 წლის აპრილის-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32 კონსოლიდირებულ ანგარიშის მიღებას და ხაზს უსვამს საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგულარულად განხილვის მნიშვნელობას. აღნიშნულია ინფორმაციაში. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მიმართ მიიღო. ზურაბიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ტრაგედიაა. მე მგონი დღეს არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანა იმ გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდით. ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია. მე დღეს საქართველოზე ვფიქრობ და იმაზე თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ეგრეთ წოდებულ დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით. აღინიშნა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით. ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებისგან, ვინც დღეს საქართველოს კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს და ევროატლანტიკური კურსის ნაცვლად საქართველოს სულსხო მიმართულებით მიაქანებს, ნამდვილად არ მივიღებ შენიშვნებს მით უმეტეს ტყუილს. ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელი ქართული ოცნების ლიდერების განცხადებას, რომლებიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გიგი წერეთლის განცხადებით ვერ ნახავენ ვერც ერთ სიტყვასა თუ განცხადებას, სადაც მას ეთქვას, რომ რეზოლუცია მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. მისივე თქმით, რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციამ მიიღო და იგი სულისკვეთებით არ განსხვავდება რამდენიმე თვის წინ პორტუგალიაში ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ოფიციალური რეზოლუციისგან. ინფორმაციისთვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
პარლამენტი ახალი რედაქციის საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს. საარჩევნო კოდექსის პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება. საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გაიმართება. ზუსტდება ფოტო-ვიდეო გადაღების წესები. კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება აუდიო მონიტორინგს არ გულისხმობს. ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. პროექტით პირველი სხდომის მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში. როგორც იცით, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს მიზნები ასევე არის ჩვენი ძირითადი სამუშაოს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრესპიკერმა გაფართოების საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ ევროსკოპის რედაქტორ თამარ ნუცუბიძეს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კომისია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმებაზე. ანგარიშში რეკომენდებულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ეფექტურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას, აღნიშნა პრესპიკერმა. არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც ქართული ოცნების გადაწყვეტილება შეაფასა იმის თაობაზე, რომ უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დემოკრატიის პრინციპების და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად გადადგმული სწორი ნაბიჯი. ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად ეს არის სწორი ნაბიჯი, აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6 გრამი ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდება სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარლამენტი იმ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ სპეციალურ კანონს მიიღებს. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, ასე ეწოდება კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა წარადგინეს. პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში ჩართვას. აგრეთვე შესაბამისი საფუძვლის არსებობისა სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. პროექტის თანახმად კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მულტიდარგობრივ მიდგომას და ეფუძნება, რა დროსაც არასრულწლოვანის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მე-6 ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გასვლით მატჩში 1-2 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ბულგარელებმა 2-0 მოიგეს. მეორე ტაიმის ბოლოს კი 1 გოლი ბულგარეთის კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირის 3 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა. ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა. მეორე ადგილზე თურქეთის ნაკრები გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში ითამაშებს. ბულგარეთი კი ჯგუფში მე-4 ადგილზე გავიდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
ტერნოპოლის საცხოვრებელ უბნებზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კოლომენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მაშველები აგრძელებენ ადამიანების ევაკუაციას ბინებიდან, ასევე ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან. აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ტერნოპოლის ოლქები რუსეთის ძალებამ მძიმედ დააზარალეს. ამჟამად 9 ლოკაციაზე დაახლოებით 500 მაშველი და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს. რობერტ ფიცომ ნატოს სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას თხოვა. ინფორმაციას როიტერსი სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ბრატისლავაში გამართული შეხვედრის დროს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და თავდაცვის ხარჯების საკითხი განიხილა. მოლაპარაკებების დროს პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივან სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას თხოვა. თქვამია განცხადებაში. ამასთან რობერტ ფიცომ მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომერციული კონტრაქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა სლოვაკეთი უკრაინას ლეტალურ იარაღს პირდაპირ არ მიაწვდის. უკრაინის პრეზიდენტის თურქეთში ჩასვლის ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ მას იქ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი დახვდა. ზელენსკი მანამდე განაცხადა, რომ თურქეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რათა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების საკითხი განიხილოს. მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე განაცხადა. შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმება გააფორმა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საუდის არაბეთის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის ოფიციალურად გამოცხადებით ჩვენ შორის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვავს. განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანამდე თეთრ გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა და მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში $1 ტრილიონი ინვესტიციას განახორციელებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.